რასაც რაჟდენ კუპრაშვილისგან სამოქალაქო საზოგადოება და მედია თვეებია უშედეგოდ ითხოვს, მან ირაკლი კობახიძის მითითების შემდეგ დაუყოვნებლივ შეასრულა. ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდი ამუშავდა. არადა თვეების განმავლობაში თანამდებობის პირების ქონების შესახებ ინფორმაცია დამალული იყო და ამას ტექნიკური ხარვეზით ხსნიდნენ. მე მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს, მეც შემიძლია დავინტერესდე, გავესაუბრო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს, განაცხადა კობახიძემ და რაჟდენ კუპრაშვილმაც რეაგირება არ დააყოვნა. მესამე სექტორმა და მედიამ ჩინოვნიკების დეკლარაციებში უკვე ბევრი საინტერესო აღმოაჩინეს. გაირკვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის დეკლარაცია ამ დრომდე არ შეუსია. თამარ დევეტრაშვილი გაეცნო დოკუმენტების ნაწილს, ასევე მოისმინა კორუფციის მკვლევრების შეფასებები. მითითება რაჟდენ კუპრაშვილმა ზუსტად ერთ კვირაში შეასრულა, არადა მანამდე თვეების განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ვებგვერდი დაზიანებული იყო და ტექნიკური სამსახური მის გამოსწორებაზე მუშაობდა. ამის გამო 6 თვის განმავლობაში თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობა საზოგადოებისთვის დამალული იყო. არასამთავრობო სექტორის შეფასებით დეკლარაციები ისედაც მინიმალურ სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს და იქ ჩაწერილი ქონება ჩინოვნიკების რეალურ შემოსავლებთან ახლოსაც არ არის, თუმცა ის რაც წერია, ის ქონებაც შთამბეჭდავად გამოიყურება. გავიგეთ სიახლეები კონკრეტული ჩინოვნიკების ქონების შესახებ, მაგალითად ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს მამამ ისევ აჩუქა 200,000 ლარი, კალაძეს საკუთარი ქონება კრიპტოვალუტაში გადაუტანია და ევროპული ბანკების ნაცვლად საკუთარ ფულს ახლა ვირტუალურად ინახავს. ის თითქმის 5 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინების მფლობელია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაკი ნახთ ფულს არა საბანკო ანგარიშებზე, არამედ სეიფში ინახავს. სავარაუდოდ ასე სანქციებისგან უფრო დაცულად იგრძნობენ თავს. დეკლარანტებს შორის არ იძებნება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც როგორც ქართული ოცნების პირველი ნომერი ვალდებული იყო საკუთარი ქონება საჯარო გაეხადა. ვერ ვიპოვეთ საიტზე ბიძინა ივანიშვილის დეკლარაცია. ბიძინა ივანიშვილი, როგორც გახსოვს, იყო ქართული ოცნების საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, ხო? არჩევნების შემდეგ მან ეს მანდატი დატოვა, თუმცა ის ფორმალურად მას წარმოეშვა დეკლარაციის ჩაბარების ვალდებულება. ისევე როგორც მაგალითად ირაკლი ყარიბაშვილს, რომელმაც ასევე დატოვა. კითხვა ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რატო აფარებს ხელს ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციას, რატო მალავს მას, ან მეორე ვარიანტია, რომ მას არც კი შეავსებინეს. კარგად ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი მალავენ ქონებას, მალავენ საკუთარ ნათესავებზე, მეგობრებზე, არაჩენენ დეკლარაციებში, თუმცა აი ამ მინიმალური ინფორმაციის გამოჩენაც კი მათ უქმნიდათ ძალიან სერიოზულ დისკომფორტს, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ 6 თვე გაუმჭვირვალე და სულად დაფარული იყო თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობა. ახლა, როდესაც პრემიერმა თითქოს გადაწყვიტა, რომ ამ საკითხში ჩარეულიყო, დაიწყო დეკლარაციების გამოქვეყნება, რა თქმა უნდა დეკლარაციების შესწავლის შემდგომ მაღალი ალბათობით აღმოჩნდება კვლავ ბევრი საეჭვო დეტალი თანამდებობის პირების ქონებრივ მდგომარეობაში. კობახიძის განცხადებამ დაადასტურა ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი მთელი ამ 8 თვის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას თითქოს და რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო და ვერ აქვეყნებდა დეკლარაციას. სინამდვილეში დეკლარაციების გამოქვეყნება დამოკიდებული იყო კობახიძის სურვილზე, ანუ ქართული ოცნების ჩინოვნიკების სურვილზე იყო დამოკიდებული კანონის აღსრულება. შესაბამისად, ძალიან მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში კანონმდებლობა აღარ არსებობს. ის პერიოდი, რა პერიოდშიც ჩაკეტეს წვდომა დეკლარაციებზე, ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ სანქციების პერიოდში ასე ვთქვათ, არ ყოფილიყო დადგენილი ჩინოვნიკების ოჯახის წევრების სახელები და გვარები, რაც რა თქმა უნდა ვერ შეძლეს. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ახლა დეკლარაციების გამოქვეყნებით ოცნება ცდილობს მინიმალურად მაინც შეუქმნას რეპუტაცია რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას და თავისივე ხელით შექმნილი ბრჭყალებში ტექნიკური პრობლემა ასე ერთი მითითებით გამოასწორეს.